საკუთარი და ყოველ დღე თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე და თუ არ გაგიმართლებს, მე მოდი და მითხარი შვილო. ეს დედიკო ძალით არ იქნება. ამიტომ მე მაგალითად ვემხრობ, ბევრამ შეიძლება ვერ დავევთანხმო ადამიანს. აზრი ჩემი გამაჩნია, მაგრამ სმენა არ ნიშნავს მონოვას. ჯანსაღი უნდა იყო. ჯანსაღი შენი საქციელით, აი ყველა ჩემს საქციელს, იმიტომ უფრთხილდები, რომ არ თქვან რა, ამდენი წელია ხალი ეკლესიაში დადის. ვერ გავარჩევ ვერავის. სულიერი სიმშვიდე ყველაზე ძლიერია. აი თქვათ გაძელი 100 წელი. მაგრამ შეიძლება 1 წელიც არ გეცხოვრია. გაძელი 150, განა გაძლებაშია, განა რაოდენობაში. თავია სული სულთა წმინდა, გული წმინდა იდაბადეთ ჩემთანაც და სული წრფელი გამლიახლე გვანსაჩენსაო. ჩვენ ხო ვიცით რომ მუდმივად არა ვარ. ადამიანმა უნდა აჯობო თავს. შენც ხომ იცი, მეც ვიცი. იმანაც იცისო ნათქვამია, რომ უფალი ჩვენთვის ეწამა, მაგრამ გაგებით, გულით ამას ცოტა აკეთებს. ხელებია და ერთმანეთის სიყვარულით რამდენს მოვიგებთ, აზრზე არ ახათ, გამოიღვიძეთ ახალგაზრდებო, ყველაზე უფრო ახალგაზრდები მინდა. ჩვენ ძამსველი ვართ, კაცო, ერთი დღეს ვიქნები, ყველა რო ვიქნები, ვერერა, ხო მომიხსენებს ვიღაცა, ერთ წელს ხომ გადმოაგდეს. რა, გრიგოლ რობაგიძეზე დიდი ვარ, ფეხის ფჩივად არ ავღივარ, ხო? ერთ სანთელს თუ დამინდებს ვინმე მცხეთაშიო, როცა ჩავაო, მეო ცხონდები, აი ადამიანს ეს ისე უყვარდა მისი სამშობლო, მაგრამ ხდება. ვერ იყო მის სამშობლოს, მე რა, როგორც პიროვნება ხო დარჩა დიდი. ისეთი რამეები დაწერა, რომ აი კითხულობ და კიდევ ვერ გებულობ ქვია. ხო. ამიტომაც არასოდეს სხვისი ცხოვრება არ გაინტერესებდეს. შენი საკუთარი და ყოველ დღე თავს კითხე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე. და თუ არ გაგიმართლებს, მე მოდი და მითხარი შვილი. ბევრ თემაზე გვისაუბრია ჩვენ TikTok-ზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთობებზე, მაგრამ არასოდეს მოგვისმენია შენი აზრი, ჩვენს მაყურებელს რწმენასთან და რელიგიასთან დაკავშირებით. და ეგ მაინტერესებს ძალიან. მე პირადად ნამდვილად რწმენაში ვარ უკვე. რწმენაში ქონას განამონათვლით შემოიფარგლება მარტო სულ რაღაც წლინახევრის ვიყავი წმინდა ნიკოლოზში რომ მომნათლეს და თუმათთან თან არ იყო იმ დროს კომუნისტების დროს ეს ძიდად მიღებული და რაც შეიძლება ხა შენ რომ დამისვი შულო კითხვა რწმენა ძალიან ფაქიზი რაღაცაა ძალით არაფერი არ შეიძლება მე ჩემ ყველა საქციელს ვუკრიტები და მინდა რაიმე არ შემეშალოს რომ უკან ვინც მომყვება და ანდათუნად ჩემი წლებები დამეახავენ რომ არ თქვან აი ქრისტიანი ქალი და მე მაგალითად ამ გული მატკინა ან არ გამიკეთ არ შეიძლება უნდა იყო მშვიდად შეიძლება ხანდახან ჩვენ ავფერთვებით არასწორადაც მოვიქცევით მაგრამ ძლიერ თახვედრია როცა შეუძლია ბოდიშის მოხდა უკან დახევა და თავისი შეცდომის აღიარება ადამიანის ბუნება ასეთი და ამას ცოტა შრომა უნდა შულო. ბევრი წაიკითხო, გაიაზრო გონება და საითაც გინდა იქეთ წახვალ რასაკვირველია, მაგრამ ეშმაკს ნუ დააჩავრინებთ, ას ძალიან გთხოვთ, მშობლების წინ ნუ გახტებით და ნუ ატკენთ გულს ხალხს, რომლებსაც თქვენ უყვარხართ. იცოდეთ რომ ყველას უყვარს ახალგაზრდა. თუ ახალგაზრდა არ გიყვარს, ნუ დარდუმბაძე წაიკითხა და ეტყვის თუ გინდა რომ ახალგაზრდა დარჩემარად, მათთან უკონტაქტდეს ყველაზე თბილი და კარგი კავშირი და ასეცა. კი მინდა ძალიან რომ თქვენ თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში იცხოვროთ. მაგრამ ერთსაც მოგცემ, არაშენიშნის სახით, რჩევის სახით, სხვის ქცევას ნოაკვირდებით, საკუთარს დააკვირდით. ამიტომ ჯანმრთელობა კარგად ყოფნა და ყველაფერი კარგი გქონოდეთ. ჭუხ-ჭუხ.